ქართველ ახალგაზრდებს ცხოვრების ყველაზე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღება საკმაოდ ადრეულ ასაკში უწევთ. 17-18 წელი ცოტაა საიმისოდ, რომ გავიგოთ თუ რისი კეთება გვსურთ მთელი ჩვენი ცხოვრების მანძილზე. გარდა ასაკისა, ქართველი ახალგაზრდობა ხელშემშლელ ფაქტორად იმასაც ასახელებს, რომ მათთვის საოცნებო პროფესია შესაძლოა ჩვენს ქვეყანაში საკმარისად დაფასებული არ იყოს, რაშიც იგულისხმება ის, რომ მათი პროფესიით შესაძლოა ვერ შეიქმნან ცხოვრებისთვის საჭირო პირობები, ან მათი პროფესიის სწავლის ხარისხი იყოს დაბალი. მე ვარ ანი გევორქიანი, 19 წლის და ვსწავლობ ჟურნალისტიკაზე საქართველოს უნივერსიტეტში. მაგრამ გეგმა ვარ გადავიდე თეატრალურზე. ანი 14 წლის იყო, როდესაც პირველად თეატრალური უნივერსიტეტის კარის შეაღო. მას შემდეგ დაინტერესდა ჟურნალისტიკით და გადაწყვიტა, რომ საქართველოს უნივერსიტეტში სწორედ ამ ფაკულტეტზე ჩაებარებინა. 2 წლის გასვლის შემდეგ კი ანი მიხვდა, რომ მისი არც თუ ისე ძველი პროფესია, ანუ მსახიობობა მისთვის ერთადერთი საოცნებო საქმიანობა იყო. ეს გადაწყვეტილება ალბათ ყველაზე მეტად ტელევიზიაში ყოფნა მიმაღებინა, იმიტომ რომ იქ ყოფნით დავწმუნდი იმაში, რომ ჟურნალისტიკა არ არის ჩემი სფერო და მათ შორის იმანაც, რომ მქონდა გამოცდილება თეატრთან დაკავშირებით და ვიცოდი, რომ ძალიან მიყვარს ეგ ადგილი. გარდა თეატრისადმი დიდი სიყვარულისა, ანის აზრით საქართველოში ჟურნალისტიკის სწავლების სისტემა გამართული არ არის. უნივერსიტეტები და ზოგადად ტელევიზიები არ გვაძლევენ იმის შესაძლებლობას, რომ ჩვენ რაღაცა პრაქტიკა მივიღოთ, გამოცდილება მივიღოთ, რაღაცა ზერელეთ დაგვანახებენ და ისიც არ არის საკმარისი, რომ მივხვდეთ და მე უკვე შენი ძალებით რო აკეთებ რაღაცას და მიდიხარ და ხედავ, მე უკვე იაზრებ. და თანაც 4 წელი ძალიან ბევრია ჟურნალისტიკისთვის. ის პრაქტიკული ნაწილი, რაც სასწავლია, რეალურად შეიძლება 1 წელიწადში საითვისოს სტუდენტმა და 4 წელი იმდენად გაწელილი დრო არის, რომ ჯერ ერთი დრო გეკარგება, მერე ის რესურსი გეკარგება, რაც შეიძლება გქონდეს, ენერგია გეკარგება და მერე შეიძლება საერთოდ აღარც მოგინდეს ეს და მაგიტომ მიმაჩნია, რომ აი ეს 4 წელი არ არის საჭირო, შეიძლება იყოს 2 წელი ვთქვათ და ამ 2 წელში გაერთიანებული იყოს პრაქტიკული სამუშაოები, თეორიული სამუშაოები და თეორიაში ძირითადად უნდა იყოს სხვა სფეროებიდან მიღებული თეორია, ის იქნება ეს ფსიქოლოგია, პოლიტიკა, ეკონომიკა, ყველა სფერო, რომელიც ადამიანის ცხოვრებაში ძალიან დიდ როლს იკავებს და არა ჟურნალისტიკის როლი, ვთქვათ, აი კამერა როგორ დააყენო, ეგ პრაქტიკაში უნდა ნახო კამერა როგორ დააყენო და ინტერვიუ როგორ ჩამოართო ადამიანს და დანარჩენი ინტერვიუს ჩამორთმევის დროს ადამიანს რო ელაპარაკები, რა თემაზეც ელაპარაკები, მაგაზე უნდა გქონდეს ინფორმაცია და ზუსტად მაგ ინფორმაციას უნდა გასწავლიდეს უნივერსიტეტი და გაძლევდეს მაგას, რაც ხშირად არ არის ხოლმე.